სალამი შორი. ჯერ შეგოგესალმი ამ პოზით. ეხა დანარჩენებს. ეხა დაიცადეთ თავი უნდა გავიმართლო რათა მოველი ეგრე ნინუშუქიან. რატომ მოვედი ეგრე? ცეყავა გადმოვდგა. მოვჩი ყველაფერ საქმიანობას. ესე იგი, ისე ძვირფასად დავალაგე შუშებიც კი დავწმინდე, შუშებიც. იცი რა გავწმინდე ხალხო? მე ხო ეგრო გავაკეთე, ლაკი არ მქონდა იმ დროს, რომ ლაკიც წამესვა რა. ხო და გავიდა ერთი თვე, ორი თვე, ლაკი ვერ ვიყიდე, არ ვიყიდე, არ მჭირდებოდა რა ესე და ეხა ხო ვიყიდე ლაკი და ეხა აზრი არ მქონდა გალაკვას, იმიტომ რომ ჭუჭყიანი იყო, უნდა გამეწმინდა და გახსოვთ ფანჯარაზე რომ მოზაიკა გავაკეთე. რატო? აღარ არის. უკვე ცხენოდა, გასაწმენდი იყო და ლაკი არ ესო რომ გამეწმინდა არ გასცლოდა, ამიტომ გაწმინდე ნახე. ეგ მეთქი, რატო აღარ თქვა? მეთქი ფანჯარა ჩავსვიდა. არა უშენ მაგის გაკეთებას რა უნდა, თავარია ლაკი მაქვს და გავაკეთებ თუ არა, გავლაკავ, ასე რომ დარდი გავუშვით გუაში იყო მეტი არაფერი. ხო. ხო და ეხა მოკლედ რა იყო? გაგდე ხა დროზე. ყველაფერი მოვჩხა ახლა. სულ ყველაფერი. ნინო, ერთ წუთი რა. ნუ რო იმაშვე მე მომიწყდება სად როგორანაირად მიდი დაჯეკ გაგრძელე შენ საქმე. ნახეთ რომელი საათია. 7:15 წუთია და დაახლოებით 9:30 საათი არის რომ დავამთავრე ყველაფერი. აი მართლა ყველაფერი ერთადერთი დაუთოება არის მიქნია და შეიძლება მე დავაუთო ვნახოთ. უნდა გადმოვდო ხალ. ეს წაისვი ამაზე მაზი? კი. ეზო იყო მაგარი დასაგველი და დავგავე. არ დაეჯახო რა. ყავა გადმოვდგათ რომ კაკუნობს. წყალი იყო ბოსული და მესამე პირი ცხება. ეხლა დაახლოებით 30 წუთში გამოირთვება და კიდე უნდა შევყარო. ჩემი ხალათიც. ხო. ოღონდ კიდევ რჩება 1-2 ხელი ალბათ დასარეცხი და უბრალოდ მართლა ცოდუა საერცხის მანქანა არ გავაფუთხობინო სული, მერე გავაკეთებ. სულ ყველაფერი მოვრჩი, მოვედი, აი ყავა დავდგი, ყავა რა დუღდება მეთქი, ეხლა ვიდეოს ჩავწერ და ტახტზე მივსვენდი ცოტა ხანი, მართლა მივსვენდი და ყავა რომ დუღილი დაიწყო სადღაც 10 წუთში, მანამდე სკროლამდი. ეხლა მოვალ მეთქი, ჩავწერ ვიდეოს მეთქი და როგორც კი ტელეფონი ხელში ავიღე, გამახსენდა რომ ეს თავი ხომ მქონდა, ანუ გუში ლაკიანი. დღეს ხომ მტრიანი. ანუ ის ხალათი კი მეცოდა რაღაცა, მაგრამ თავზე ხომ ეყრებოდა, მე მოვხერხიც მქონდა ჩართული და აი ესე რომ ჩავრთე რა ქვია კამერა და ჩემი თავი დავინახე, გვერდზე შორენაც დავინახე. სადღაცას რომ შორენას სახე რომ რას მიგავ თავი. რას მიგავდა, მართლა რას მიგავდა, უნდა გინახე, აი ვიზუალურად რო გითხათ ისე არ მეტყობოდა, მაგრამ სავსე მქონდა ნახერხით. ხო და დავდე იგივე ცივად ტელეფონი, ცივად დავდე და გავიქეცი. ხო და ეხლა თან მოვედი და თან თავი მაქვს შეხვეული. შორენას კიდევ ხედავ ეხლა, მაინც. მაგრამ უკვე ცოტა ლაითად მეჩხუბება. კომენტარებში სანამ შემოვა, იმიტომ რომ ჭუჭყე ხო მაინც არა მაქვს. და თან შორენას ცირაზე რა მიყვარს ხოლმე შორენას ჩხუბი. რო არ გეთქვან რა დაისაო, რომ თავზე მაგით რა მოხდა, არ ვიჯერებ რომ დაბანილი გაქო. შენი ბრალია ხარ რომ მე ჰაი-ჰარა დავიბანე თავი. უნდა დავიბანე ძილის წინ, მაგრამ ახლა ამას ახლა იქ გავკიდებ. და ყველაზე მაგარი გითხრათ ამ ჩქარაში ესეთი პირსაწმენდი მეორეც ამაქვს და იგივე წუმპეს ჩავივარ და საერცხის მანქანა მის გამოღვარა და რანაირად გისავქე და გარეცხეთ გავუთოვე პირსაწმენდი ჩავაგდე გასაერცხებში. ხო. აი მე რა კაი ხელების. ხო, ეხლა რა გააკეთე საჭმელიო, ზოგმა რა შემომთავაზეს. და ეს იყო ესა დაიცა რა მithეს გაროხის სუპიო. სხვა შორს ეგ არ გამიკეთებია კაი ხანი. ერთხელ გავაკეთე და ჭამეს. ნინომ ჭამა. ხო გახსოვს.
გაროხის სუპი. ხო. ხო და ეგ უკვე ანუ თქვენ რო უკვე შემოთავაზებები დაიწყეთ, მე უკვე გაკეთებული მქონდა. და ეს იყო გავაკეთე რა. ვერმიშელი. არ ვუყავი მარილი ვერმიშელს. იმიტომ რომ ყველი გვაქვს საკმაოდ ცოტა მარილიანი და ყველი ჩავა მოკლედ. ერთი გავაკეთე კაი ბლომად. გამოვიტანე სოკო, ბანკისები როა ერთი ცალი, ვფიქრობდი მეორესაც, მაგრამ დავტოვე. ერთი სანამეზო დავგავე, მოკლედ ეს სოკო იხარშა რა. კაი ხანი, ალბათ 1:30 წუთი, 35 წუთი, თუ მეტი არა, ეზოს გვიდი. თან გამქონდა ნაგავი. ვითომ არაფერი, მაგრამ ფოთოლი კიდე საიდან მოდის, არ ვიცი, ხეზე, აი ხეები არის ტიტლიკანებით განან. ფოთოლი საიდან მოდის, ვერ ვიგებ, იქით არის და ეტობა იქიდან გადმოდის. ხო და ეს რომ მოვხარშე, გადავიღე და ცოტა დიდები რომლებიც იყო, ჩავკუწე, კარგად, ძალიან არა, მაგრამ წვრილა დავჭერი. მერე ქვაბში მოვხრაკე ხახვი, კარგად. მერე ეგრე ჩავყარე ის ცოტა ხანი სოკო და ხახვი ერთად ვხრაკე. მერე დავასხე ადუღებული წყალი, მარილი და ჩაუშვი ბრინჯი. ოღონდ ისა ანუ დაბალზე დაუწია და დავანებე თავი რა, ანუ ხშირად აღარ მომირევია. მერე ვუყავი უცხოსუნელი, ქინძი, ხმელი და ძირა. იმიტომ რომ ძირას უშვებით ხოლმე შილაზე და ძალიან მომწონს მისი რაღაცა სუნიც და გემოძე მეთქი მოუხდება და ძვირფასი. მარტო მევჭამ. ჯერ არ ვიცი ამათ ავჭამ, ნინო სოკოს ჭამში. ხო რა ვიცი, ანუ მწარია ხო წითელი წიწაკაც უყავი. ის წიწაკა დაფქული, დაღირღილი არა, დაფქული მეთქი, დაღირღილი არ მოუხდება ბრინჯს რა, ანუ ალაგ-ალაგ წითელი არ ჩანდეს თქო და სუნელებთან ერთად ვუყავი დაფქული. ასე რომ რა ვიცი. იონემ ჭამა ვერმიშელი და დღეს გვეყოფა რა. დანარჩენისა ხვალე კიდე ხვალე ვიფიქროთ. აი ეგრე. ეს რატო დევის სალფეტკზე ის ყვავილი? ეგრე არ წყალი რო დავასხი მეთქი არ ისაქნდეს თქო. არ გამოუვიდეს მეთქი და ცოტა დაბალზე არის ეგ. ანუ ეგ არის ზედა არის თებში წესთ. თებში ხუა და აუ არ მახსოვს მე გოწინაზე განახეთ. ანუ ეს ყავისფერი არის თებში ამისი. სინამდვილეში ხოთანია ეს მარტო. ეს არის თებში, აი სიცარიელებიც ჩაასრობოი. და ნახეთ აქ აქვს პეპლები. ადრეც გითხარით მე მგონი და ეს ცირისთვის აქ. ნინო ნახე. ეს უნდა ამოწიო. მაიცა? ეს პეპლები უნდა ნახე. ეს პეპლები უნდა ამოწიო. და უნდა იყოს მასე. არა, ფოთლები არა, მარტო პეპლები. და ანუ არის ლამაზი, მაგრამ გასაწმენდად არის რთული რა, გასაწმენდად როგორ ხა, სადამას რომ ტურისტილო შემოусვენ და სად ახლა აი გაფარჩხულებს. ყველას. თუ ლამაზი სხვა ვიზუალი აქვს. ახლა რა საყვალობად. თან ეს სინი აქვს, ჭრილები აქვს ლამაზი. ხო და ამიტომ ესია. ეს დომინოში ნაყიდი ყვავილი არის, ძალიან კარგად მიდის, ჯერ კარგად ანუ გახმობის და რაღაცა არა, აშკარად კარგად არის. აი ეს არ ვიცი, ეს მეეჭვება ცოტა, იმიტომ რომ ამას სავარაუდოდ არ აქვს ფესვები. ფოთოლი ის არის. აქვია. ნედლია, ну ესეც ნედლია. იცი რა შეა ეს ჩარჭმული, აი ეს მწვანე ბუბკასავით რო თვითონ ყვავილებისთვის რო ხმარობენ ხოლმე, მაგაში არის და ეხა ვუყურებ რა რაღაცა პაწაწინა ტოტისინი აქვს და ვუყურებ რამე ახალი თუ აქვს წამოსული ან რამე გაზრდილი, ჩავთვლი რომ всё იხარა მეთქი. ეს არის შობის ყვავილი. ნახოთ. ცოტა ხანში ალბათ ველოდები, ესე იგი შევყურებ ჩემ კალამხოებს, როგორ ლამაზად დაყვავდებიან სულ ყველანი.
და სუფერად ფერადები და ერთი სული მაქვს რომ ის ვქნა. სავარაუდოდ მაგეებს ეხლა ვნახავ რა ფერებია. მე მაგეებს გადავიტან ტოტებს მოვტეხავ დავაფესვიანებ და კიდეც ალკე გადავიტან და კალამხოები მოკლედ ძალიან მომწონს და ბევრ გავიმეავლებ ძალიან ბევრს. აი იქ რომ უნდა გაყავდეს. ხო. მაშას ესეც დღევანდელი დღე. ხო, ნახეთ რა გავამზადე ხალხო. 2 ცალი. ანუ ეს წინა მხარია, ეს უკანა მხარია. იმიტომ რომ წინა მხარეს ვქლიბავ ხოლმე. ეს არის მზად უკვე დასახატად და ვიდეოს ჩაწერის შემდეგ ვიწყებ დახატვას. პროფილში მულატკა გოგოს ვიწყებ დახატვას და ეხლა ახალი იდეა მაქვს. ამას გავაკეთებ ფერადად. და ესეთი მეორე მოუხერხე დაბლა არის, დაბლა შეიძლება არ მოვიტანე, რადგან სასტრაფო არაა, ასე თქო. უნდა გავაკეთო შავ-თეთრი. წარმოიდგინეთ შავ-თეთრი მულატკა. ანუ შავ-თეთრი როგორ? შავ-თეთრად დახატული რა. აი ეს ჩრდილები და ის ჩამუქებები შავი იქნება, მე ღია შავი, მე ეს თეთრი და აი წარმოსახვაში ვხვდები რომ უკვე ძალიან ლამაზია და მაგას ვაპირებ გავაკეთო. ხო და ქვებსაც შესაბამისად გამოვიყენებ ალბათ შავს, შავი ქვებიც მაქვს და ჩვეულებრივ კეჭებს. ჩვეულებრივ კეჭების აქ გამოყენებასაც ვაპირებ და ნახოთ როგორი იქნება. ისე ნინო რამდენი ხანია მე და შენ ქვებზე არ წავსულ ვართ, ქვემოთ უბანში სანადიროთ. ძალიან ხშირად მიდიოდით ხოლმე ქვემოთ. შამპონი უნდა შევცვალო, თორე თმები მაქვს ფუჩაჩივით. გუშინ ბაზრობაზე რამდენჯერ ვიყავი? გუშინ ხო ვიყავი ვარკეთილში. ნინო, გუშინ რო ჩანთა მეკიდა, წადი მეკიდა. გუშინ რო ჩანთა მქონდა წაღებული, ხო იცი ჭრელი როა. მომიტანე რა მიდი, ეგრევე. ხო, მზიამ რომ აჩუქ. ახლა განახოთ. აი ხა იცი რა მეზარება? ცოტა ხანში არის ისევ შემოვლის დრო. ანუ ჯერ ხო გამოუშვებ აჭმევ ასმევ რაღაცა. მერე სანამ კიდე რაღაც. ეხლა ხო ვაჭამე. ეხლა უნდა შევყარო. დღე არ ამყოფნის, თუ მარტომი არ ამყოფნის. ცოტა მეტი დრო მინდა. არ არის, მართლა არ არის. ანუ ადრე რო იყო რომ რაღაცა ჩემს ბავშვობაში თუნდაც მერე თინეიჯერობაში რომ რაღაცას გავაკეთებდით, რაღაცას დავგეგმავდით. იქაც ვიყავით და რაღაცა. ანუ რა ხდება, სად არის თუ დრო რა იქნა? ეს სველია თუ მეჩვენება, შენ რა მქორა მაქვს ჩაღული. სველია რა. არა, ცივია. ხო და დრო არ ამყოფნის რა. ჩქარა რო მე ვიღაცა მომწერა. როგორ მოვიღლიცე რომ ესე ჩამოდის ეს. მართლა საწავიდა. თქვი აი ამას გავაკეთებ, ოთახების იმას ვეღარ ვიტყვიან გადავდებდი, იმიტომ რომ მართლა უკვე რა ვიცი რა. პარკეტზე. იატაკზე ხო რაღაცა მტვერი რაღაცა პარკეტს რა საშინელი ჭუჭყი აქვს. პარკეტია თუ რაც არის, მე ლამინატი. ძლივს განვასხვავე მეტლახი და ლამინატი სიტყვიერად თორე ისე ხო. აი ბურდღლი მტვერი აქვს. ბურდღლი მტვერი. მომე. და აი რა საშინელებაა მაგისთვის. აი ხა მე რა პოლის ჯოხიც მაქვს და რითიც ვიღებ. აშკარად არ არის ეგ სამაგისო რა ის თათების ჩასაყოფილო ხო იცით ის. ანუ კიკაია ეგ ჩვეულებრივ იატაკზე ძვირფასია, მაგრამ მაგისთვის ვერ ისავქენი, ცოტა დაბალ ბეწვიანი თუ როგორ უნდა თქვა, ეგ უნდა ვიყიდო, მე მგონი ეგეთები არის პარკეტისთვის. პრაქტიკაში მართლა არ მომწონს მაგით გამოწმენდილი. ტვერს და რაღაცას იღებს, მაგრამ თან ტოვებს რა. ერთ წუთს 1, 2, 3 პირი უნდა და სადამ აქ მაგის ნება. ხო და ვერ გადავდე რა, რომ ვიფიქრე უცბად ამას ვიზავ მეთქი, მე უცბად საერცხის მანქანა გამოირთო, მე უცბად სხვა შევყარე, მე უცბად საჭმელი არ იყო, მე ჭურჭელი არ იყო, უცბად მე ძაღლი კატათვის და საჭიხეთეთ. არ ჩანს. როგორ არ ჩანს? 7.9 იდეალურად ჩანს.
უცბად-უცბადში გავიდა დაახლოებით 9-10 საათი. და რომ მოტრიალდე და გადახედო, შეიძლება რაღაც მომენტში, თუნდაც აი ფანჯარაზე მტვერი, თუნდაც რაღაცა, უკვე არის. ეხლა წელი ხვალე ამას არ გავაკეთებ ის კი არა რა. აჰა, აკე შუშა გავწმინდე. რა ეტყობა? გეგონება რაღაცა მიაკვდა ზედაო. აღარ გავაკეთებ, ხვალ გადავდებ. ხო, ეხლა რა მაქვს აქ? რისთვის მოვიტანე და სათვალე მაქვს აქ. და აი რა მაქვს აქ. ეს არის ის შოკოლადი, რისთვისაც გუშინ ვიყავი ბარკეთილში. ნინო, მგონია რომ ფეხი უნდა გაკრა მყავას და აი უნდა მომიდიზინზლილოვო ძლივს შენდახვარე. მაინც შენ მოხდები. ძლივს მოწმენდით და მოსუფთავებულ იმაზე. ეს არის ჰა? ეს არის მონეტა შოკოლადები. აბა მოდი, აი ის გადავიდე. აქედან მოდი რა ყავას არ დაეჯახო თვალები. აია, ნახე. კილოში მივეცი 9 ნახევარი. მაღაზიაში რო იყიდო, შეიძლება 5 ლარად მოგივიდეს ერთი მუჭა. ძალიან გემრიელია. უბრალოდ ვეღავერი სავქენი რომ ჩავიდე და დავტესტო. დრო არა მაქვს რომ ჩავიდე დავტესტო იმაში რა ქვია, იმ ყალიბში როგორი გამოუბრალოდ თორე სხვა მასალა არა მაქვს, მარტო ეს მაქვს. კაი. ბარბარე როგორ გასინჯეს? როგორი გემოაქვს? შავი შოკოლადი სამოქს აქვს. ჰა. გახდებოდა მოწყვეტ ხوارუკითხია. 17 მაისს მივდივართ თურქეთში. გამიხადა. 17 მაისამდე დიეტაზე ვარ. 18-დან ვარ ღო. კარგად გვაერთინდა. დიდებიდან ბავშვები წამორენ მაგათისებდნენ. ანუ დიდების სურვილის და მიხედვით არიან? თუ დიდებსაც ენდა მაგათ წამორენ შეგვაერთებენ. კაი სალფეტკია? იქრაც. ესე როქე. თუ არ არის აუცილებელი და ისე რაღაცა თუ სურვილის და მიხედვით არის ვინმე მიუნმოდის დიდებიდან? კი ალბათ არ ვიცი რა. არ ვიცი რა. მოკლედ იოანეს თემა არ ვიცი ჯერ. სურვილი ერთია და იმას რა ქვია, ფინანსები მეორე. ანუ თქვენ და პატარები უეჭველი. დიდების სურვილის და მიხედვით. იოანეს არ ექნება სურვილი. არ აქვს სურვილი მაგას ვაფშე. აი ხა 22-ში მიდის. ამ შაბათს არის კონცერტი. ერთ კვირაში. ხო. გორში მივდივარ ხარ. მოკლედ ეს არის შოკოლადი რომელიც ვიყიდე. ეხლა რამდენიმე კი მოვაკელით, მაგრამ არა უშავრა. ნინო კიდე? აჰა, მოდი მომეცი რამე ფურცელი დაგილაგო. ქალბატონს დავავალებ ყველაფერს, მე აღარ ვივლი. ეგ დადე ფურცელი მომეთ, მოწიებ თლიანად ეკა გოგო. ახლა უნდა ნინოს დავავალებ ხოლმე ამასაც და ჯერ ისა, საღებავს წავ, რო ჩავარწავად. მოხდები იქ და ვეტყვი რომ მოვიტანოს წითელი საღებავები და ხიდებს კი ბაზრობაზე ვიყიდი. ამას ხელი აღარ დაიდება. ბიზნეს იდეისთვის არის, რომელსაც ჯერ სხვა არაფერი არ აქვს. სხვა აბსოლუტურად. ხელი არ ახლო კედლებით შესაგამოვასუფთავე პლინტუსები რომ გაშრეს კარგად. პლინტუსებზე ჰქონდა სინესტის რაღაცები პლასმასზე. გავგიში. ესე იგი მთელი ძალით ვებრძვი მე არა, მთელ სოფელში ვებრძვით ნესტს და ვიცავთ ბავშვებს ნესტისგან. მაგრამ ვერ ვიცავთ. იმიტომ რომ ფაქტობრივად ყველგან ნესტია. უბრალოდ უნდა სუნაია ირბინო ტილოთის, სუსადმე სისველეს ნახავ ამშრალო, უნდა განიავო ერთი ცოტაც რომ გავხსნა ყველაფერი, გავასკვაზნიაკო და გამოშრეს მთელი კედლები თუ სადმე რამე არის. უი, ბევრს აღარ
ჰე. გადაიკეტა. ნამდვილად მეთქვა. დილას ხო დიდი ვლოგი გამომივიდა. არ ვიცი როგორ გამომივიდა, დიდი ვლოგი გამომივიდა. ხო და აღარ მინდა რომ ასე ძალიან გავწელო და ბოლოს კი გეტყვით ერთ რაღაცას რა. თქვენი ისან ჭირდება რა ქვია. რა ქვია მაგას? ფანტაზია. დამარჯვეხელები. თქვენი ფანტაზია, თქვენი აზრი და რაღაცა და რასთან დაკავშირებით. 30 კაციც და აი 30 კაციც და ვიქნებით 10,000-ნი. 10,000-ნი ხალხო, ვაიმე რომ ახსენდება 1000 კაცი რო ძლივს მოვაგროვე. 10,000-ნი. და ვერა ვფიქრობ 10,000 კაცზე რა ვქნა. ანუ 10,000 კაცი რომ მომიგროვდება რა, გამომწერები 10,000 გამომწერზე. რამე იდეა ხო არ გაქვთ რა შეიძლება გავაკეთოთ? მე გავაკეთო. აი საერთოდ ვერაფერს ვერ ვფიქრობ, საერთოდ რომ რაღაცა იყოს. და აი რა შეიძლება აი პირობებში ეხლა ვიღაცამ რომ მომთხოვს წადი აი გადაფრინდე მაგას ვერ ვისაუბრ. რამე ისეთი რომ რამურად შევძლო რა. არ ვიცი. დაწერეთ მოკლედ კომენტარებში თქვენი აზრები, რა შეიძლება გავაკეთო, ან როგორი ვიდეო გადავიღო, როდესაც 10,000 გამომწერი გახდებთ. ანუ 30 კაცი. ეს თუ იგივე ტემპით ვიმუშავე როგორც ეხლა სადღაც 3-4 დღეში მომემატება გამომწერი. ხო და ვისაც არ გამოგიწერიათ არხი. გამოიწერეთ. რეკლამებსაც უყურეთ და დაალაიქ. ხო. და დაალაიქეთ. და კიდე დააკომენტარეთ და კიდე გააზიარეთ და კიდე ისა დააკოპირეთ. ჯანმრთელობა კატანდად ისა რა ქვია ის დედან იწყება. დონაცია გააკეთეთ. არხის განვითარებისთვის. მიგარ მინდა გამოწერეთ და ესაკენეთ. დონაცია არ მინდა მეთქი თქვი. რა თმინდა ხარხის განვითარების რას ახლა აპარატურა გამიფუჭდა უკან რა ის რაღაცა ხმისე ჩამწერები და რაღაცეები. აპარატურა თუ რაღაცა ვექტორ ვიყიდით თქვენ უბრალოდ ისა გამოიწერეთ და ეს უკვე დახმარება არის. ეს უკვე არხის განვითარება და ჩემიც. წაველი ახლა. აბაჰე და აბაჰო, ისეთ საქმე არ ფიარა მაქვს. ნინოს ცოტა ხანში გავქუსლავ, ნინო გაიქცევა. ქათმებს შეიყვანს, დიდ ქათამს ვეღარ ერევა. იცით რა მხელა გახდა ისა და ვეღარ ერევა, მაგრამ მაინც იყავ ხოლმე. ძაღლებს და იმას ვაჭამე. ნუ მოკლედ, ნინო ქათმები შენ გავალია, 4 ქათამ შეიყვან, 5 ქათამ დაამწყდე. 2 ძაღლს მე ვაჭამე, 1 კატა აქ გულგა უხერდა და 3 კატა გარეთ რა. 3? შეგეშალა 2 გააგარეთ. ძიმი გუგუ. შოაშინი გულგა უხერდა ჩემ გუგუს. რა სახით იყო? ჩემი პრინცესა ეს ხარ ხო? თქვენ არ იცით რომ ჩემი პრინცესა ეს. შავი კია, მაგრამ რა ვქნა. წავედი მოკლედ, მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით. მხოლოდ და მხოლოდ გთხოვთ გემუდარებით. დამიწერეთ თქვენი აზრი რა გავაკეთო 10,000 გამომწერზე რო ავალ. რა მაგარია ხა, ვერ წარმოვიდგენია. ეს მოხდა 5 წლის თავზე დაახლოებით რა, 5 წელია რაც აქ ვარ მოღვაწეობ რაღაცას ვაკეთებ. ბარბარე ხო 5 წელია. ჰარი პოტერის ის როდის გიყიდე? არა, ეგ ჰარი პოტერის წიგნები რო ვუყიდე, მაშინ ჩამერიცხა პირველად თანხა და მანამდე რამდენი ხანი ვიყავი? 2 წელი მე მგონი. მოკლედ წავედი. რაც არის და როგორც არის არ მახსოვს ხა. ჩემი მახსოვსობა ხო იცით როგორ ძვირფასად მოქმედებს და აბა ჰე, დროებით